გამარჯობა, რას ეკეთებ? ჩემი პატარადისთვის საჩუქას ვამზადე. ახალი წელი მოდის. მე მას ყველა მისი საყვარელი თკბილეული ვუყიდე. ბავშვობაში ეს კამფეტები ჩემი ფავორიტი იყო. დიდი ხანი არ მიჭამია. ჰეი, დადე თავის ადგილას, ეს ჩემი დისაა. ხოლოდ ერთ კამფეტს გავსინჯავ. არ შეიძლება. მე წავალ მანდარინებს მოვიტან და შენ ამათ არ შეეხები. რაც სიძუნწეა. მაგრამ მაინც ავიღებ და შევჭამ. რა ცუდია, მანდარინები აღარ არის. კარგია, მათ გარეშე აქ საკმარისი თკბილეულია. რაღაც უცნაურად ლაპარაკობ. ეში რამე გააქვს? არა, არაფერი. ო, შემსუნაგო. გცხვენოდეს ბავშვის თკბილეულის ჭამა. დედა, როგორი დედა ვარ შენთვის? მე შენი ყველაზე საშინელი კოშმარი ვარ. გადმოაგდე კამფეტი. გასაკეთებ, ხუმრობდი. ბავშვებო, რა ხდება აქ? თქვენ ხელს მიშლით საშინაო დავალების შესრულებაში. ლუნა უცნაურად იქცევა. თავად შეხედე. რა გაუკეთე მას? მას 2 წლის ბავშვის გარეგნობა აქვს. მან კამფეტი შეუჭამა ჩემს პატარა დას და შემდეგ ასეთი გახდა. როგორც ჩანს, ლუნა ახლა შენი პატარა და. მართლაც, ის მართლა ბავშვივით იქცევა. შეიძლება ეს სტრესისგანაა. შენ მას უყვირებ და ის ასეთი გახდა. მაინტერესებს რა ვქნათ ახლა? მალე გაივლის. მაგრამ ახლა ჩვენ ბავშვურად უნდა ვიზრუნოთ მასზე. კარგი, თქვენ დედაშვილობანა ითამაშეთ და მე წავედი საჩუქრის მოსამზადებლად. ვინ არის პატარა გოგონა, რომელიც აქ ყავს ჩვენ? ჭამა, იუმ, პატარა ჭამა გინდა რამის? ახლავე მოგიტან მზეს. აი ახლა ბოთზე დავამაგრებ სოსკას და შეგიძლია რომ მზე დალიო. უკვე მზადა. აი, როგორ არის საქმე ბავშვთან? ჩუმად, მე მას თბილირზე მივეცი და ჩაეძინა. შეხედე, რა მიეცი? თბილირზე? შეგიძლია მას კიდევ ერთი იავნანა უმღერო? სუსტად. იავნანა, ბარდოვნანა, იავნანინა. ვიხუბრე. ბავშვთან ასე ურთიერთობა არ შეიძლება მეთქი. რატო? ყველა ამას აკეთებს. ბავშვებთან კაცრი უნდა იყო. თუ არ გინდა რომ ისინი ზარმაცებად გაიზარდნონ. რას ამბობ? ის ჯერ კიდევ პატარაა. არ შეიძლება მასთან კაცრი იყო. კარგი, ადექი ახლავე. რა ქვია და რამდენი წლის ხარ? მე მქვია ლუნა. ვარ 2 წლის. ასუხი არასწორია. 15 წლის ხარ. ასეა. კარგი. ახლა შენ მითხარი ანბანი ბოლომდე. ა ბ გ დ ე. საკმარისია. ახლა კი გამრავლების ცხრილი. საკმარისია. ბავშვთან ასე მოქცევის უფლებას არ მოგცემ. თუ მას ასე მოეპყრობი, ის უპასუხისმგებლო გაიზრდება. და მოდი შევამოწმოთ. მორიგეობით ვიზუნებთ მასზე. და ვნახოთ, ვინ არის ჩვენ შორის საუკეთესო ძიძა. კარგი. კარგად ნახავთ, ჩემი მკაცრი მეთოდოლოგია მუშაობს. მე ვიზრუნებ მას 1 საათით, შენ კი შემდეგი საათით და ასე მონაცვლეობით ვიქნებით. თანახმოვარ. წილი მინდა. იზრუნე მასზე და მე წავალ საქმეს გავაკეთებ. სად არის ბავშვი? და ის აქ არის. მილა სასაცილოა. არა როგორც ბოროტილეონა. მართალია? საზიზღრობა. იმედია ლუნა არ გაფუჭდება როცა გონსმოვა. ასე გამოწყობილი, ძალიან სასაციოა ხარ. მე შენს ზღაპარს აგიკითხავ და დაიგზინებ. ერთხელ იყო ბაბუა და მოხუცი ქალი. და მათ ყავდათ ცომისგან გაკეთებული ბავშვი. სანამ ბავშვს ძინავს, მე შევასრულებ საშინაო დავალებას. არ მესმის, ასაკეთებს აქ? ბავშვს ძინავს და საშინაო დავალებას ვაკეთებ. ეს ლუნას ტესტებია. მის საშინაო დავალებას აკეთებ მისთვის? დიახ, ახლა ის ბავშვია. ასე რომ მას თავად არ შეუძლია. ეს კოშმარია. არ არის კარგი. რა მოხდა მერე? მოხდა. ბედნიერი ხარ? შენ გააღვიძე ბავშვი. სწორედ შენმა აღზრდამ გააფუჭა იგი. ჩემთან ერთად ის არ იტირებდა. არა, პატარა, გაგაღვიძეთ. აი ჭამე კამფეტი და დაიგზინე. ბავშვს კამფეტით კვებავ? მხოლოდ ერთით. არაფერი საშინელი არ მოხდება. არა, კამფეტი აქ გზაულია. მომეცი აქ. და აღარ დავინახო ეს რომ მოხდეს. რა ძუნწია ლეონა? თქვი ძუნწი. დაწეკი და დაისვენე. და მე წავალ და შენს დავალებებს შევასრულებ. აბა როგორ არის ბავშვი? ო, არა, ის წავიდა, სად არის? ლუნა, სად ხარ? სად დაიმალე?
რა მოხდა აქ? არაფერი, კალამი დამივარდა და ვეძებ სად არის? ლუნა სად არის? ის აბაზანაშია, კბილებს იხეხალში. მარტო? დიახ, შენ გინდოდა რომ ის დამოუკიდებელი ყოფილიყო. არ მითხრა რომ ის დაგეკარგა. სინამდვილეში დიახ, დამეკარგა. იპოვე ლუნა ახლავე, სანამ ის რაიმეს გააკეთებს. რა არის ეს? როგორ ჩანს მან წაიღო შენი ტკბილეული. მირეულის კვალი დაგვეხმარება მის პონაში. მოდი წავიდეთ. ლუნა სად ხარ? გამოდი. თამაშები დასრულდა. ტკბილეულის პირი კი აქ თორდება. შენ ალბათ პირველი ხარ, ვინც დაკარგა ასეთი დიდი ბავშვი. რა უნდა ვუთხრათ ახლა მის მშობლებს? ჰეი, იქით გაიხედე. აი აქ ხარ. გამარჯობა. ლუნა, ასე აღარ გაიმეორო. ჭამა მინდა. ისევ? შეჭამე მთელი შეკვლა კამფეტი. მას ზარდის ხეული აქვს. მიეცი მას კიდევ ერთი შეკვლა. არა, კამფეტი არა. ჩვენ მას ბავშვების ნამდვილ საკვებს მოუმზადებთ. კარგი, წადი სამზარეულოში და მე მას საჭალში დავაწვენ. დარწმუნდი რომ ის აღარ გაიქცევა. მოდი, ჩემო კარგო. ფრთხილად. ნახე რა თოჯინა მყავს? აქ ითამაშე და არსად არ წახვიდე. კანფეტები. არა, დღეისთვის საკმარისი კბილეული ჭამე. კარგი, აი გამომარჯვი. უბრალოდ არაფერი არ უთხრა ლეონას. ახლა ითამაშე და არსად წახვიდე. რა იყიდე? ბოსტონის სუნი ასდის. აბაყის პიურე. ყველაფერი რაც საჭიროა ბავშვისთვის. შენ თვითონ შეჭამდი ამას? ზალით თუ მაჭმენდას შევჭამდი. აი, დარწმუნდი რომ ის ყველაფერს შეჭამს. მე ბავშვს ამ საზიზღრობას არ ვაჭმევ. შეხედე რომელი საათია. ახლა ჩემი ჯერია რომ ბავშვს მიხედო. ამ შემთხვევაში შენ თვითონ აჭმევ მას. კარგი, რადგან არ გინდა დახმარება ვაჭმევ. შენი ლანჩი მზად არის. არ მინდა. ეს ლანჩი სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. ყველაფერი უნდა ჭამო. ჰეი, გესმის ჩემი? რაც არ უნდა ეცადო, ის არ შეჭამს. რას აკეთებ? თუ სათამაშოს დაბრუნება გსურს, მივთვი ლანჩი. ხედავ, კაცრი აღზრდა წარმატების გასადებია. ჰეი, რას აკეთებ? მოაშორე ეს ჩემგან. ჰაჰა, და სად არის ახლა შენი მკაცრი აღზრდა? ჰეი, რა გააკეთე? ყველაფერი უკან მოგიბრუნდა. აუ, რა სუნია. ეს მადას ნებისმიერს გაუფუჭებდა. ბოსნეულს ასეთი სუნი არ აქვს. ეს სხვა რამეა. უბრალოდ არ მითხრა რომ ლუნა საფენი მჭირდება. მერთო ჩემო, ოღონდეს არა. მიდი ახლა შენი ჯერია რომ მას ეიზრუნო. გამოუცვალე. აი, წადი მაღაზიაში და იყიდე ყველაზე დიდი საფენი რაც შეგიძლია. და შენ რას აპირებ? ოთახს გავწმენთ პიურესგან. სახში ვარ. არასდროს მიფიქრია რომ საფენები ასე ძვირი ჟივდა. რა ხდება აქ? დეიდა ლეონამ დამავალა და ასუფთავეო. ლეონა, როგორ აიძულე ბავშვს რომ ემუშავა? კარგი რა. რა მოხდა მერე? მან დააბინძურა ყველაფერი და უნდა გაწმინდოს. ბოდიში, ლეონა დეიდა, ამას აღარ გავაკეთე. ბოდიში მიღებულია. და ახლა წადი და საფენი ჩაიცვი. მე თვითონ არ შემიძლია. მილა, საფენი ჩააცვი. რა? რატომ მე? ახლა შენი ჯერია რომ მას ეიზრუნო. ოჰ, ცხოვრება სამისთვის არ მოუმზადები ვარ. კარგი, ამჯერად დაგეხმარები. ადექი. არ მებონა თუ საფენის გაკეთება ასეთი დამგლელი იყო. დიახ, მე დასვენებას ვაპირებ. შენ კი მიხედე ბავშვს. მე უკვე ძალიან დაგეხმარე. რა უნდა გავაკეთო შენთან? ზღაპრები. მე მინდა ზღაპრები. წიგნები? დიახ, ეს სასაგებლოა განვითარებისთვის. ახლა ნახოთ რა გვაქვს აქ. ჩემი მათემატიკის დრეული. ეს არის საჭირო ბავშვის განვითარებისთვის. პითაგორას თეორემა. ძალიან საინტერესოა. მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის ორი კუთხის ფერდის ჯამს. ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, კიდე რამდენიმე დავალება და საშინაო დავალება მზად არის. მე ვაპირებ ჩაის დალევას.
ჩემი საშინაო დავალება. რა დრაიმართა მას? მგონი ვიცი. ჰეი, ადექი. რა ხდება? ახლა ბავშვს შენ უნდა მიხედო. შენ უკვე ვერ შეასრულე დავალება. სად არის ლუნა? გამორიცხულია. ისევ გაიქცა? არა მარტო გაიქცა, არამედ ყველაფერი აურია. შეხედე რა უქთა მან ჩემს საშინაო დავალებას. ოთახში ჩემს საჩუქარში ტკბილეული იყო. რა თქმა უნდა იქ წავიდოდა. მოდი შევამოწმოთ. ჩემი საჩუქარი. რას ვაჩუქებ ახლა ჩემს დას? მშობლებს ახალ წელს. ახლები იყიდე. ტკბილეულიდან მხოლოდ ესენია დარჩენილი. ისინი ლუნამდე მივიყვანენ. ის სადმე აქ უნდა იყოს? ის აქ იყო. სარკე დააზიანა. ამილყა აუცილებლად მოკკლავს. გავრეცხავთ, მას შემდეგ რას უნას ვიპოვით. ნახე, იქ ბავშვის ნახატია. მან დავხატა მე და შენ. რა კარგია, ვნახოთ. მოიცადე რას ამბობს აქ? ბილა და ლეონა არიან საიდან იცის მან ასეთი სიტყვები? მას შენ ესასწავლე. უფრო კაცი უნდა იყო მასთან. შენი სიმკაცრე რომ არა, შევიყვარებდა და ამას არ დაწერდა. მე გავაკეთებ საგანმანათლებლო სამუშაოს, როდესაც ვიპოვით მას. აი ის არის. არა, დადე მაგრატელი. შენ გვჭირდება ეს ნივთები. ცუდი გოგო, შენ დაისჯები შენი საქციელის გამო. მოწყენილი ვარ. უბრალოდ თამაში მინდოდა. შენი თამაშები ძვირად დაგვიჯდა. ლეონა, გაჩერდი. ჩვენი ბრალია. და რაში ვარ დამნაშავე? ჩვენ საერთოდ არ ვთამაშობთ მასთან. სამაგიეროდ მუდმივად ვცდილობთ მის დაძინებას. და მართლაც, ბავშვებს სჭირდებათ თამაშები. კარგი, შენი თამაშე მასთან. და რატომ უნდა ვითამაშო მე? იმიტომ რომ ჩემი დრო ამოიწურა. და ახლა შენი ჯერია მიხედე ლუნას. კარგი, ჩვენ ვითამაშებთ. თამაში დეიდა მილასთან. ითამაშეთ და მე დავასუფთავებ სახლს. დეიდა მილა, ხიხსაც მის თასმები შემეხსნა. არა უშავს, მოდი დაგეხმარები. ლუნა, შერწყვიტე ცელქობა. ვერ დამიჭერ, შენმე ვერ დამიჭერ. კარგი, ჩვენ არ გვჭირდება ეს ფეხსაცმელი. ჩვენ მათგარეშე ვითამაშებთ. ის თამაშს ვაპირებთ. მოდი ვითამაშოთ დამალობანა. ვაიმე, დამალობანა მიყვარს. დავიმალები. კარგი, დავითვლი. 1 3 4 5 6 7 10 ვიხილები და მოდივარ. ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის. მაშ სად არის ლუნა? ლუნა სად არის? რა კარგად დაიმალა. ვერ პოულობ მას. მე აქ ვარ. აქ ხარ. რა კარგი გოგო ხარ. ახლა კი ჩემი ჯერია დავიმალო. არ არის საინტერესო. მოდი სხვა თამაში ვითამაშოთ. კარგი, როგორი თამაში გინდა? მე მინდა ვითამაშო ომის თამაშები. ომის თამაში? არ ვარ დარწმუნებული არის თუ არა ეს თამაში გოგონებისთვის. ომის თამაში. კარგი, მე მაქვს ერთი იდეა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამსახურში, ჯარისკაცო. სალამი, კაპიტანო. შემატყობინეთ სიტუაცია. ხედავთ მტერს? არასდროს მიმფიქრია რომ ერთი ბავშვი ამდე პრობლემას შექმნიდა. ასეა, ერი ჩვენს წინაშია. კუმბარები მზადაა. სად ხარ თავდასხმისთვის? სად ვარ? ჩემს ბრძანებაზე. ცეცხლი, შეტევა. რასაკეთებთ? ახლავე გაჩერდი. ბაშა, ჩვენ მოვიგეთ. შესანიშნავი სროლა იყო. ჯარისკაცო, გენერალად დაგაწინაურებ. სულ გაგიჟდით? მე აქ ვასუფთავებ და თქვენ ნაგავსყრით. შენ თქვი რომ ვითამაშო მასთან. ასე რომ ჩვენ თამაშობთ. ჩვენ თამაშობთ ომის თამაშს. მისი იდეა იყო? შენ უკვე იმდენ პრობლემას იწვევ. ითამაშეთ რაღაც განსხვავებული, უფრო მომადუნებელი. წამო ჩვენთან. დრო არ მაქვს, ბევრი საქმე მაქვს. ცოტა ითამაშე, ის მალე დაიღლება და მერე დაიძინებს. კარგი, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ჩემი თამაშები ვითამაშოთ. ყველას ვაძლევ 5-ს. და რას ვითამაშებთ? ჩვენ ვითამაშებთ საიდუმლოებებს. მე მიყვარს საიდუმლოებები. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი პირადი ნივთი უნდა ჩადოს 5-ში. შემდეგ კი ეზოში დავმარხავთ. აზრი აქვს ამას? ეს 5 არის წერილი საკუთარი თავისთვის. 10 წელიწადში არ ვაუთხით, როცა გავიზრდებით. სისულელია, არ მიყვარს ასეთი თამაში. მე მომწონს. გაიგე? თავარია ლუნას მოსწონს. ასე რომ დავუმალოთ. კარგი, ჩემს სამაჯურს 5-ში ჩავდებ. და მე დავუმალავ ჩემს სათამაშოს. და მე დავუმალავ $100 შავი დღისთვის. ახლა ნიჩვებს ავიღებ და ეზოში დავმარხავთ. მორჩა, ჩვენი საიდუმლოებები მიწაშია. მაინტერესებს რა მოუვა ჩემს სამაჯურს 10 წელიწადში. და ჩემ $1 იმედია არ გაყვითლდება. სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. რაზე ლაპარაკობ?
თუ ჩემი სამაჯური აქ არის, მაშინ რა არის მიწაში? არა, ჩემი საფულე გაქრა. თელი ჩემი ფული და სახლის გასაღები იქ არის. და მე ვერ ვგზნობ ჩემს ტელეფონს. ლუნა, რა გააკეთე? 10 წელიწადში გაიგებთ. უფრო სწრაფად ამოიღე. მესმის რომ მირეკავენ. იმედია დედა არ არის. ტელეფონი რომ არ ავიღო, ის მომკლავს. ფულის გარეშე რომ დარჩე, მთელი თვე მომიწევს შიმშილი. რის თამაშობთ? ისეთი რამის, სადაც შენ რამეს ვერ გააფუჭებ. ჩვენ ვაპირებთ ჩაის წვეულებას. მე მიყვარს ჩაის დალევა. კარგია. დაჭექით ჩვენთან მეთვალყურეობის ქვეშ. მნიშვნელოვანი საუბარია. უბრალოდ შვიდად ისაუბრე. რომელმა დავიწყო? წესების მიხედვით ყველა პატარა ბავშვი უნდა მიიყვანონ ექიმთან. ლუნა ავად არ უნდა გახდეს. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? ყველა ბავშვს შეშინია ექიმების. ასე რომ მე თვითონ გავაკეთებ შემოწმებას. შენ უნდა დამეხმარო. კარგი, ვეცდები. ახლა ჩვენ ვაპირებთ ექიმობანას თამაშს. ექიმობანას? არა, ექიმების მეშინია. არი ნერვიულო. ეს უბრალოდ თამაშია. ახლა დააკვირდი ჩაკუჩს. გააღებირი. მოდი ყელი შევამოწმოთ. ყელი ძალიან გაწითლებულია. წამალი უნდა დალიო. არ მინდა. კარგი რა. ნუ იქნები ასე. ის გემრიელია. არ მჯერა, მე თქვენ ვერ მაიძულებ. მილა, რატომ ზიხარ? დამეხმარე. როგორ? არ ვიცი, გადაიტანე მისი ყურადღება. მოიფიქრე რამე. ლუნა, გინდა შენი საყვარელი კანფეტი მოგცე? კანფეტი? დიახ, შენი საყვარელი. ნახე რა გემრიელია. მოგეწონება. დიახ, ძალიან მინდა. მაშინ დახუჭე თვალები და გააღებირი. კარგი. სულესა, ადვილია. მე მომატყუეთ. მე შენი მეკეთილდღეობისთვისა არ მაინტერესებს, თქვენ მე მომატყუეთ. შეწყვიტე, ეს მხოლოდ სიროპია. ლეონდა, უნდა ვილაპარაკოთ. წავიდეთ. ძალიან ცუდად მოვიქეცით. ჩვენ უბრალოდ მივეცით ხელის სიროპი მას. შენ არ გესმის? ბავშვი მოვატყუეთ. და ეს ძალიან ცუდია. და მართლაც, ჩვენ მას ცუდი მაგალითი მივეცით. ბუდიში უნდა მოვიხადოთ როგორმე. რაიმე იდეა გააქვს? იქნებ წვეულება მოვაწყოთ მისთვის? ეს კარგი იდეაა. ჩვენ გამოვაცხობთ ტორტს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაბადების დღეზე. კარგი, მე გავუბერავ ბუშტებს და შენ გამოვაცხე ტორტი. იმედია გემრიელ ტორტს მოვამზადებ და ლუნა დამშვიდდება. მეც, იმედია, ბუშტები ტორტის გარეშე არ ვარგა. სიურპრიზი! Yes, დაბადების დღე. დაბადების დღე არ არის დღეს, მაგრამ ჩვენ ტორტი და ეს ლამაზი ბუშტები მაინც გვექნება. შეგიძლია მიირთვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ სურვილი ჩაიფიქრე. მე მიყვარს სურვილები. კარგად დაფიქრდი. სურვილი მხოლოდ ერთია. მინდა რომ თქვენსავით დიდი ვიყო. რა ხდება? რა არის ჩემს თავზე? ეს არის ბავშვის კუდი. მე დაგახურე. შენ გონია მე ბავშვი ვარ? გაგიჟდი? ლეონა, როგორ შანს გონს მოვიდა? უკვე სამწუხაროა. მომწონდა მისი ბოთლიდან კვება. როგორი ბოთლი და? ეს ხუმრობა? მე ხუმრებით? ბევრი საბავშვო კანფეტი შეჭამე და ნამდვილი ბავშვივით დაიწყე ქცევა. გონიათ დაგიჯერებთ? ჩვენ თვითონ არ გვჯეროდა თავიდან, მაგრამ ასეა. ჩვენ ტორტიც კი გამოგიცხეთ. მართლა? მადლობა. უბრალოდ მე მადა არ მაქვს. კარგი, მაშინ თვითონ შევჭამთ. ჩვენ თვითონ გამოვაცხეთ და თვითონ შევჭამთ. ეს არის ჩემთვის, ეს არის შენთვის. სამცხარი უნდა გეცადა, გემრიელია. დედა? რა ვჭირთ? დედა, მამა? არა, ეს მართალია. ბავშვები გახდნენ. რა უნდა გავაკეთო? ლუნა დეი და საფენი უნდა გამოვიცვალო. კოშმარია, უყურდეს არა. და მათ დაიწყეს ბედნიერად ცხოვრება. დასასრული, ჩვენ მინდა თამაში. ეს უკვე აღარ შემიძლია. ორშვილს მარტო ვერ გაუკლავდები. გამომწერები. მართალია, გამომწერებო, თქვენი დახმარება მჭირდება. რაც უფრო მეტი მოწონება ექნება ვიდეოს, მით უფრო მალე გახდებიან გოგოების დასრულები. შუმად. ზარი. არ დაივიწყოთ სარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.